მოგესალმებით, უყურებთ ახალბებს პირველზე მე ქეთი მაბრიკიშვილი ვარ. საქართველოს მთავრობის მეთაური ვიზიტით სინგაპურში იმყოფება. პრემიერ-მინისტრი მრგვალი მაგიდის ფორმატში ფინტექ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაიმართება სინგაპურის საერთაშორისო აეროპორტის აღმასრულებელ დირექტორთანაც. პრემიერ-მინისტრის პარალელურად მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები. ეკონომიკის მინისტრი სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროების უფროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. მარიამ ქრივიშვილმა შეხვედრა გამართა სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრთან. მთავრობის მეთაურისა და ქვეყნის დელეგაციის ვიზიტ სინგაპურში ნუცა კოროშინაძე აშუქებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. ნუცა გისმენთ. ქეთი მთელი დღის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე გაიმართა. პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად საქართველოს დელეგაცია, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, აქტიურ რეჟიმში მართავს შეხვედრებს ეკონომიკური მიმართულებითაც. მათ შორის გეტყვით, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა მსხვილ ფინტექ კომპანიის წარმომადგენლებთან, სადაც ეკონომიკის სამინისტრო ერთგვარ პრეზენტაციას გამართავს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო, გარემოსა და კლიმატთან დაკავშირებით. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განმარტა, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება არის მარტივი, ამას კი სხვადასხვა კომპონენტები განაპირობებს, მათ შორის არის დაბალი გადასახადები, ის საინვესტიციო გარემო, რასაც საქართველოს სექტორის წარმომადგენლებს თავაზობს და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო და სინგაპური ორივე თავთავიანთ რეგიონში ერთგვარ ჰაბს, ფინანსურ და დამაკავშირებელ ჰაბს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოსათვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რაც სინგაპურს გააჩნია. რაც შეეხება თავად ვიზიტს, როგორც უკვე აღნიშნეთ, ვიზიტი არის საკმაოდ დატვირთული შეხვედრებით, მათ შორის უკვე გაიმართა არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრა და ორივე მხარეს აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ვიზიტით შედეგად ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები ახალ იმპულსს შეიძენს. საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობის გაღრმავებას, იმის მიუხედავად, რომ დიდია დისტანცია საქართველოს და სინგაპურს შორის, ორივე ქვეყანა წარმოადგენს თავის რეგიონში ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს. შესაბამისად, სინგაპურის გამოცდილება მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის, ასევე მნიშვნელოვანი არის მოზიდვა, მათ შორის ინვესტიციების. სინგაპურში არის ძალიან განვითარებული ფინანსური ინსტიტუტები, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს ასევე შეხვედრა ფინტექ კომპანიის წარმომადგენლებთან, სადაც ეკონომიკის სამინისტრო გააკეთებს შესაბამის პრეზენტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი საინვესტიციო კლიმატი არის ზოგადად ქვეყანაში. ვიზიტის ფარგლებში საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს დელეგაციაში მყოფ მინისტრებსაც, მათ შორის გეტყვით, რომ მთელი დღის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქრივიშვილმა. მადლობა, ნუცა კოროშინაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან ნაყოფიერ ურთიერთობებზე. ისაუბრეს პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე და როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ლიდერებმა ასევე განიხილეს სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით კავშირების გაღრმავების პოტენციალი. ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკასა და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს. ხაზი გაისვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში, იმშელეს სატრანსპორტო და ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ირაკლი კობახიძემ სინგაპურის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტით მოიწვია. მთავრობის მეთაურმა ისტანას რეზიდენციის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერიც გააკეთა. შეხვედრა საქართველოს მთავრობის მეთაურის სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა. ჩემთვის დიდი პატივი იყო სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან შეხვედრა სინგაპურში ჩემი პირველი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის მზარდ პარტნიორობას. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებისა და ინოვაციების მიმართულებით აუთვისებელ პოტენციალზე და ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრეზიდენტსაც შეხვდა. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების, ისევე როგორც პოლიტიკური და კულტურული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალზე. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა სინგაპურის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრებთან და საინვესტიციო ფონდებთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტურიზმისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის პოტენციალი და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მაღალი დონის ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. პრემიერ-მინისტრმა სინგაპურის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაური შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე გამოახმაურა. პატივი მქონდა შევხვედროდი სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და სინგაპურს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობა, განვიხილეთ ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების, ფინანსურ სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების, ტურიზმის განვითარებისა და საერთო ინტერესების სფეროებში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები. შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან, ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებზე ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე. ჩვენ განვიხილეთ საერთაშორისო თანამშრომლობის დღის წესრიგი სინგაპურსა და საქართველოს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს ფარგლებში თანამშრომლობა და პარტნიორობის განვითარების პოტენციალი. ოფიციალური ბერლინის მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შემდეგ თბილისში იმედოვნებენ, რომ საქართველოს გერმანიას შორის ურთიერთობების გადაიტვირთება და ჯანსაღი დიალოგის ფორმას დაუბრუნდება. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან წაიშალა მცდარი ინფორმაცია, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი იყო მოხსენიებული. ხვალ კი საქართველოს ელჩისა და გერმანიის პრეზიდენტის შეხვედრა იგეგმება. ალექსანდრე კარტოზია ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს წმუნებათა სიგელებს გადასცემს. საქართველოს ელჩის აკრედიტაციის პროცესი გერმანული მხარისმე 10 თვე გაჭიანურდა. საქართველოსთან მიმართებაში ბერლინის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები დროს შემთხვევა გერმანიის ყოფილი ელჩის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას, რაც მმართველ გუნდს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პიტერ ფიშერი საქართველოს-გერმანიის ურთიერთობებში ნეგატიურ როლს ასრულებდა. გერმანიასა და საქართველოს ისტორიულად აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და ამ ურთიერთობის მეთოდური გრევით იყო დაკავებული წინა ელჩი გერმანიისა ბატონი ფიშერი, რომელსაც ელჩის სახელი უბრალოდ ჰქონდათ, რომ სრულად გასული იყო დიპლომატიური ყველა ჩარჩოდან და ყველა სტანდარტიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყავდეს ელჩი გერმანიაში, შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ინტერესები რაც არის ეს დაფიქსირებული იყოს გერმანიის სახელმწიფოსთან და ამავდროულად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იყოს ისე, როგორც ეს შეეფერება ქართველ და გერმანელ ხალხს და არა ისე, რომელსაც აკეთებდა პეტერ ფიშერი, რომელიც მათ შორის სამწუხაროდ ახალისებდა კიდეც ძალადობას, იდგა რა ძალადობით გამორჩეული სიზურლის ენით გამორჩეული ადამიანების გვერდით. მას შემდეგ, რაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აწუკვე ყოფილმა ელჩმა, ბატონმა ფიშერმა დატოვა საქართველოს და დატოვა ზოგადად დიპლომატიური სამსახური, ამის შემდეგ რამდენიმე დღეში დაიწყო იმ ხარვეზების გამოსწორება, რომელიც ძალიან უხერხულ სიტუაციაში აგდებდა, შეიძლება ითქვას, თავად გერმანიას და გერმანიის სახელმწიფოს და წარმოაჩენდა მათ არაჯანსაღ დამოკიდებულებას საქართველოსთან მიმართებით. ელჩი ეწეოდა იმგვარ საქმიანობას, რომელიც არათუ ორიენტირებული იყო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, არამედ პირიქით. ფაქტობრივად ყველაფერი კეთდებოდა მისი მხრიდან იმისათვის, რათა ეს ურთიერთობები დაზიანებულიყო.
პირველი პატიმრობა სიზულის ენის გამოყენების ფაქტზე რამდენიმე წუთის წინ ფორმულა ჟურნალისტი ვახოს ანაია საკუთარ სახლთან დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ უმაღლესი თანამდებობის პირის საჯარო შეურაცხყოფისთვის 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ეს ფორმულა ჟურნალისტისთვის სიზულის ენის გამოყენების მესამე ფაქტია, წინა ორ შემთხვევაში მას ჯარიმა დაიკისრა, თუმცა როგორც ჩინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა განმარტა, ვახოს ანაია სასამართლოსა და შესაბამისი უწყებების მიმართ უპატივცემლობასა და დაუმორჩილებლობას აცხადებს. მან დაკისრებული ჯარიმები არ გადაიხადა და არც ერთხელ გამოცხადდა სასამართლოში და სავალდებულო დაცვაზეც უარი თქვა. პარალელურად კი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში საჯარო შეურაცხყოფას აგრძელებს. რაც არ უნდა ჯარიმა დაწერონ, რა პატიმრობაც უნდა გამოიყენონ, რა საჟერიზომაც უნდა გამოიყენონ, არ გავჩუმდები. მე მიმაჩნია, რომ რაც წერია სტატუსში, ეს არის სტატუსებში, ეს არის ჩემი პოზიცია. ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდამღების ქცევაზე. წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხყოფელ გამოხატვას. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდამღებითი ქცევის განგრძობადობის მზაობა. მინდა აღნიშნო, რომ ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლოს ხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდამღებით ქცევას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა. თბილისის საქალაქო სასამართლო ბადრი შუბლაძის საქმეზეც იმსჯელა, რომელმაც სოციალურ ქსელში დეკანოს ანდრია ჯაღმაიძეს შეურაცხყოფა მიაყენა. სასამართლომ ბადრი შუბლაძეს სამართალდამღებად ცნოდა 2000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. სამართალდამღები ჩადენილ ქმედებას ადასტურებს. ჩემს კომენტარში მას უწოდე, რომ ის არის ღორი, რომ ის არის არ ქართველი, რომ ის არ გრუზინიც კი არ არის და ამ კომენტარის გულისთვის გამასამართლეს და მომისაჯეს 2000 ლარი ჯარიმის გადახდა. გადახდას უნდა გადავიხადო, მე კი გადავიხდი იმას, კანონს არ შევეწინააღმდეგები. ბადრი შუბლაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ანდრია ჯაღმაიძეს და იგი ცნობილი იქნა სამართალდამღებად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ქვემო ქართლის პოლიციამ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. გამოძების ინფორმაციით ბრალდებულები ყოფით ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ თანასოფლელ მამაკაცს და ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღნითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს. გამოძების ინფორმაციით ბრალდებული მეგობარს ონლაინ აუქციონის გზით ავტომობილი შეძენასა და საქართველოში ტრანსპორტირებაში დახმარებას დაახპირდა. აღნიშნული მოტივით მას დიდი ოდენობით თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და დაძალებული კუთვნილით 16800 ამერიკულ დოლარს თაღნითურად მართლ საწინააღმდეგოდ დაეუფლა. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია ორი პირი, მათგან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. პოლიციამ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტისა და ფოთის საზღვაო ნავსადგურში მდებარე გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე ბრალდებულების კუთვნილი ავტომობილების დათვალიერების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 500-მდე ვაზნა, საბრძოლო ვაზნა, 2 პნევმატური სპორტული იარაღი, 2000-ზე მეტი ტყვის მასრა, 900-მდე მასრის ჭურვი და ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი 2.5 კილოგრამი დენთი. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდმა საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს. შანხაიში მათემატიკის 67-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში 117-მა ქვეყანამ და 700-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ნაკრების გუნდმა 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა. ოქროს მედლის მფლობელ ქვეყნებს შორის საქართველოს ნაკრები 22-ე ადგილზეა, ხოლო 117 მონაწილე სახელმწიფო შორის გუნდური შედეგით 53-მე ადგილი დაიკავა. სკოლებისა და შესაბამისი ორგანიზაციების მიმართვის საფუძველზე განათლების სამინისტრო ყოველწლიურად დამატებით აფინანსებს სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე ეროვნული ნაკრები გუნდების მონაწილეობას. ჩვენმა მოსწავლეებმა არაერთ ევროპის თუ სხვადასხვა საერთაშორისო
ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა. ჩატარდა შანხაიში 77-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა მათემატიკის მიმართულებით, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა მათემატიკაში ოქროს მედალი მიიღეს. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ყოველწლიურად 600,000-დან 1,200,000 ლარამდე ბიუჯეტს გამოყოფს იმისთვის, რომ შეარჩიოს მოსწავლეთაგან დაკომპლექტებული გუნდები და ისინი საქართველოს სახელით წარდგნენ არაერთ საერთაშორისო ოლიმპიადაზე მაქსიმალურად ვზრდით დაფინანსებას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ოლიმპიადაში მიიღონ ჩვენმა მოსწავლეებმა მონაწილეობა. განათლების მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ბათუმში წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიას ესტუმრა და სასწავლო ინფრასტრუქტურას გაეცნო. მინისტრსა და თავმჯდომარეს გიმნაზიაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა უმასპინძლა და სასწავლებლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გიმნაზიაში შექმნილია სრულად გამართული სასწავლო გარემო, რომელიც თანამედროვე სტანდარტებსა და ტექნოლოგიურ მოთხოვნებს შეესაბამება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სასწავლო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე. გივი მიქანაძემ და ზურაბ პატარიძემ ასევე ყოვლადწმინდა საქართველთა სახელობის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს. მეუფემ გვიმასპინძლა დაგვათვალიერებინა და გაგვაცნო ის სასწავლო პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა კომპლექსში, სადაც 120-მდე ბავშვს შესაძლებლობა აქვს, რომ სრულფასოვნად მიიღოს არა მხოლოდ განათლება, არამედ სახელოვნებო მიმართულებით სხვადასხვა უნარებს დაეუფლოს და რაც მთავარია, ეს სკოლა მაქსიმალურად ორიენტირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახებზე. მეუფე დიმიტრის პატრონაჟით აქ მიმდინარეობს სწავლა განათლების მიღება, ხედავთ ჩვენ აქ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მოწესრიგებულ ზოგადად პროცესს, ხედავთ თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ზრუნვა ბავშვებზე. გეოლოგებმა ლენტახის მუნიციპალიტეტში პირველადი შესწავლა დაასრულეს. სპეციალისტებმა სტიქიის ზონაში ის ადგილი დაათვალიერეს, საიდანაც მიწის მასა ჩამოიშალა. პირველადი შეფასებით ადგილზე გააქტიურების ახალი კედები არ შეინიშნება და მდინარე დაბრკოლების გარეშე გაედინება. გეოლოგების თქმით, მოსახლეობა საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აუცილებლობას წარმოადგენს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. საბოლოო დასკვნა კვირის ბოლოსთვის მომზადდება და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლის საფუძველზეც უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები. სოფელ საყდარის მიმდებარედ აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. გახსნილია გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის. ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლეს. მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე საფრთხე არ არის, თუმცა გაცემული ასევე სიტყვიერი რეკომენდაცია, რომ პროცესი იქნება მართვადი, მდინარის კალაპოტის წარმოწმენდის ნაწილში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ნაწილში, ხოლო რაც შეეხება სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას, სრული სიმშვიდეა, მოსახლეობის გადაადგილება საფრთხე არ ემუქრება, თუმცა არის რეკომენდაციები, რომელიც უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ და მოქალაქეებმა, რომ მათივე უსაფრთხოება იყოს გათვალისწინებული. მოვახდინეთ არსებული ტერიტორიის და ხეობის კალაპოტის როგორც საფეხმავლო მონიტორინგი, ასევე აეროფოტო გადაღება დრონის საშუალებით. ადგილი აქვს გარკვეულ გართულებებს. მოსახლეობა ამ ეტაპზე საფრთხის ქვეშ არ იმყოფნება. ჩვენ მოვამზადებთ დასკვნას, სადაც გარკვეული პრევენციული ღონისძიებები იქნება მითითებული, რომლის შესრულებაც აუცილებელია, რათა მსგავსი პროცესები აღარ გაძლდეს და ხელი შეუშალოთ ამ პროცესების განვითარებას. საქართველოს ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას აგრძელებს. შანხაისა და თბილისის შორის პირდაპირ ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები იმყოფებოდნენ. გასნობითი ტურის ფარგლებში სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, თბილისის ღირსშესანიშნაობებს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინის კულტურას გაეცნენ. ვიზიტის მიზანი საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ჩინელი მოგზაურებისთვის ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა. China Eastern Airlines-მა შანხაი-თბილისი შანხაის მიმართულებით პირველი პირდაპირ რეისი 15 შეასრულა. ავიაკომპანიის ბორტი საქართველოს მიმართულებით კვირაში 3-ჯერ 4 შაბათს, პარასკევსა და კვირას დაფრინავს. შორმაგისტრალური ფრენები, ეგრეთ წოდებული long-haul ფრენები, სრულდება ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიის China Eastern Airlines-ის მიერ, რომელიც კვირაში 3 სიხშირით დაფრინავს. აღნიშნულ მიმართულებაზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ მაღალი არის. პირველივე კვირაში 95%-იანი მგზავრთნაკადი დაფიქსირდა, რაც კიდევ მეტყველებს იმაზე, რომ ჩინეთი ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოსთვის.
პირდაპირ ფრენები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კულტურული, ეკონომიკური და ტურისტული ნაკადების ზრდას და ჩვენს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პირდაპირ ფრენები წარმატებით სრულდებოდეს, ფრენების სიხშირეები გაიზარდოს და დაკავშირებადობა უფრო მოქნილი იყოს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ შანხაიდან თბილისის მიმართულებით პირველი ავიარეისით ვიმგზავრე ჩვენ. გავეცანით საქართველოს მიმართულებას, ძალიან გვახარებს თბილისის ულამაზესი ხედების ხილვა. მიღებულ შთაბეჭდილებებს სულ უფრო მეტ მგზავრს გავუზიარებთ, რათა მათ ჩვენი ავიაკომპანიის საშუალებით ჩინეთიდან საქართველოში იმოგზავრონ. მოხარულნი ვართ, რომ გვეძლება ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ველოდებით, რომ მომავალში პარტნიორობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ. ფიქრობ, ეს ახალი მარშრუტი საქართველოში ბევრ ჩინელ ტურისტს ჩამოიყვანს. რეალურად ჩვენგან ცოტამ თუ იცის საქართველოს საოცარი ბუნებისა და შესანიშნავი კერძების შესახებ. მიმაჩნია, რომ ახალი მარშრუტი ორმხრივად მომგებიანი იქნება. ჩემს გამომწერებს აუცილებლად ვურჩევ, რომ საქართველოს ეწვიონ. პირველ რიგში გეტყვით, რომ თბილისზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამჩა. უკან დაბრუნებისთანავე აქტიურად გავუწევ პოპულარიზაციას საქართველოს დედაქალაქს და ამ ტურისტულ მიმართულებას. მას შემდეგ, რაც პირდაპირ ფრენები დაიწყო, ვფიქრობ, ჩინეთიდან საქართველოში ბევრი მოგზაური ჩამოვა და ეს მიმართულება უფრო პოპულარული გახდება. ვფიქრობ, მომავალ წელს ჩვენმა სააგენტომ თვეში 4 ტურისტული ჯგუფი გამოაგზავნოს საქართველოში. თითო ჯგუფში დაახლოებით 20 ადამიანი იქნება. ჩვენ ამ მიმართულებას პოპულარიზაციას აქტიურად გავუწევთ. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა სახელწოდებით ყვითელი მდინარიდან კავკასიამდე ჩინეთის შანსის პროვინციის ბრინჯაოს საგანძური. ექსპოზიციაზე შანსის მუზეუმის კოლექციის 36 გამორჩეული ბრინჯაოს ექსპონატია წარმოდგენილი, რომლებიც თითქმის 2000 წელს მოიცავს. გამოფენის გახსნას საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ჩინეთის ელჩი საქართველოში, სომხეთის ელჩი საქართველოში და შანსის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ესწრებოდნენ. წარმოდგენილი მასალა წარმოადგენს ჩინეთის კულტურული მემკვიდრეობის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს. ეს გახლავთ ბრინჯაოს ხანა და ადრეული მეტალურგიის განვითარება და ჩვენ შევეცადეთ, რომ გარდა იმისა, რომ წარმოვაჩინოთ ჩინური მასალა, ასევე მოვძებნოთ ის პარალელები, რომლებიც იმ დროინდელ ამ ტერიტორიაზე ხდება. აქ არის ჩამოტანილი 36 არტეფაქტი, რომლის ქრონოლოგიური დიაპაზონი არის ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეულიდან ახალი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეებით და აქ არის წარმოდგენილი ბრინჯაოს კულტურა სხვადასხვა დროსა და ეპოქაში როგორ მზადდებოდა საერთოდ ეს ბრინჯაოს ჭურჭელი, რა ფუნქციური დანიშნულება ჰქონდა მას და როგორ იცვლიდა ის გამომდინარე პერიოდებიდან ფუნქციას და დანიშნულებას. მოხარულები ვართ, რომ დღეს მასპინძლობთ შანსის მუზეუმს, რომელიც საქართველოში მართავს გამოფენას. ჩვენს ქვეყნებს უძველესი კულტურა აქვთ. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი გამოფენები ხელს შეუწყობს კულტურულ გაცვლას. ჩვენს საელჩოს დიდი სურვილი აქვს მომავალშიც ხელი შეუწყოს მსგავს ღონისძიებებს და ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის განვითარებას. ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ტყის ხანძრების რისკი იზრდება. ეროვნული სადღეო სააგენტო მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაიცვან ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები. ხანძრის გამოწვევის ძირითადი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ადამიანთა დაუდევრობაა. ცნობისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის თანახმად ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნის დარღვევა 300-დან 500 ლარამდე ჯარიმით ისჯება, ხოლო ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კანონმდებლობა 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კლიმატის ცვლილების ფონზე ტყის ხანძრები როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. თუ გავაანალიზებთ გასული 10 წლის მონაცემებს, საქართველოში ტყის მასივის დაახლოებით 6500 ჰექტარამდე ფართობი დაიწვა, რაც უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ საგანგაშო ციფრია. მაღალი ტემპერატურების ფონზე, უნალექო დღეების ფონზე იზრდება რისკი ტყეში ხანძრების გაჩენის, შესაბამისად ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ პატრულირებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად სამუშაო სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს დაათვალიერებს, მათ საქმიანობასა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნობა. დავით სონღულაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტში ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი და შემნახვალ საწარმოს სტუმრობდა, სადაც ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. დღესვე მინისტრი სოფლის განვითარების სააგენტოს სხვა ბენეფიციარების საწარმოებსაც მოინახულებს, მათ შორის თანამედროვე ტიპის ვაშლის ბაღს, კომბინირებული საკვების მწარმოებელ კომპანიას, ხილის გადამამუშავებელ საწარმოსა და სამაცივრო მეურნეობას. მინისტრი შიდა ქართლში ადგილობრივი ფერმერებისგან არსებულ გამოწვევებზე მიიღებს ინფორმაციას და სახელმწიფოს მხრიდან ხელშემწყობ პროგრამებზე ისაუბრებს.
შიდა ქართლში მოვინახულეთ ადგილზე როგორც შემნახავი საწარმო, ასევე გადამამუშავებელი საწარმო და მნიშვნელოვანი არის რომ მაქსიმალურად ბევრი შეიქმნას ასეთი გადამამუშავებელი საწარმოები, რადგან ერთის მხრივ თავისთავად ცხადია შესაძლებლობა ქონდეს ადგილობრივ პროდუქციას რომ ადგილზე შეიქმნას, იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობა არსებობდეს და თავისთავად ცხადია გაძლიერდეს კიდევ უფრო მეტად ქართული წარმოება, რაც ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია. ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება და გამომდინარე რომ შიდა ქართლში ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც რომ ჩვენს რეგიონში წარმოებული საქონელი როგორც შიდა ასევე გარე ბაზარზე გადის. ეს ხელს უწყობს რა თქმა უნდა ეკონომიკის განვითარებას, ხელს უწყობს რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობის დასაქმებას. ჩვენ ვაწარმოებთ ძირითადად საკონსერვო პროდუქტს. ეს არის დაახლოებით 47 სახეობის პროდუქციები. ბურაბები, ჯემები, კომპოტები, ხილბოსტანი და სულ გადამუშავება მიდის ამ ყველაფერს აბსოლუტურად ერთად. ეს ყოველი ინფორმაცია პირველად თქვენ ზუსტად 4-ზე შევხვდებით დროებით.